რეკლამა ეს არის ინფორმაციის გავრცელების მცდელობა ნებისმიერი მეთოდით. მანამდე სანამ ჯადოსნური ყუთი და ზოგადად ტელევიზია გაჩნდებოდა, მაგალითად ძველ რომსა და საბერძნეთში სარეკლამო განცხადებებს უკვე წერდნენ. მოგვიანებით კი რეკლამის წერილობითი ფორმა ფოტოებმა და მთლიანად ვიზუალურმა მხარემ შეცვალა. ეს არის ვიზუალური კომუნიკაცია ქალაქში ან ზოგადად საზოგადო საერთო სივრცისთვის. მთლიანობაში ეს წარმოადგენს რასაკვირველია ერთ სარეკლამო სივრცეს, რომელიც შესაძლებელია კიდევ არა მხოლოდ სტატიური, გრაფიკული პროდუქტით შემოიფარგლოს, არამედ ვიდეო არტით, ვიდეო პროდუქტით, ციფრული პროდუქტით, ვიდეო დიზაინით და ასე შემდეგ. დღეისათვის ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ეგრეთ წოდებული კომპიუტერული, ანუ ციფრული ხელოვნებაა. ეს არის სხვადასხვა ნიმუშების შექმნის უახლესი ტენდენცია, რომელიც კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით ხდება. ბილბორდებზე გამოსახული რეკლამის ეფექტურობას რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს. პირველ რიგში სასურველია იყოს დასამახსოვრებელი, ინფორმაციული და ვიზუალურად ეფექტური. საინტერესოა, როგორ იქნება საქართველოში თანამედროვე სარეკლამო არტ ნიმუშები. სრულად იფუთება როგორც ვიზუალური ნაწილით, ანუ გრაფიკული, მხატვრული, კრეატიულ შემოქმედებითი სფეროთი, ასევე ვერბალური, იდეოლოგიური ნაწილით, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ბაზარზე, მარკეტინგულად ღირებული უნდა იყოს, უნდა შეიცავდეს ცხადია ინოვაციას, სიახლეს. და რასაკვირველია ის უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი და ასევე ხანგრძლივად უნდა მიყვებოდეს, თქვათ, იმპულსი და ემოცია ამა თუ იმ პროდუქტის ნახვისას. იმისათვის, რომ იმპულსი და ემოცია დიდხანს გაგყვეს, დიზაინერების ჯგუფი უპირატესობას თანამედროვე ტექნოლოგიებს ანიჭებს, რადგან გემოვნებიანი პროდუქტი მაღალი ტექნიკური შესრულებით უნდა ხასიათდებოდეს. ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ დიდია და შესაბამისად კომპიუტერული პროგრამების დახვეწა სისტემატურად ხდება. ბილბორდებს, პლაკატებს, ფლაიერებს, ბუკლეტებს, როგორც წესი, მათ ძირითადად დიჯიტალ არტის საშუალებით ამზადებენ. როგორ ხდება ბრენდინგი და რა გზას გადის პროდუქტი შეფუთვამდე? პირველად ვიკვლევთ, რას ვაკეთებთ და ამითგან გამომდინარე მე ვიწყებთ ფიქრს თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ეს კონკრეტული დიპლომი არის ქართული ეროვნული სამოსის მუზეუმის მთლიანი ბრენდირება და შეფუთვა. შევქმნით ლოგო, რომელიც არის სინთეზი, ანუ ძველი ქართული ტრადიციული სამოსის და მისი თანამედროვეობის მცდელობის. მერე უკვე შეიქმნა მთელი საფირმო სტილი, შეიქმნა პლაკატები, გაფორმება, გარე გაფორმება, აუტორი, მთელი შესაფუთი მასალა, მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. მთლიანად მოხდა ამ მუზეუმის შეფუთვა, თავისი ყველა კომუნიკაციით. სატელევიზიო, რადიო და ბეჭდური მედიისგან განსხვავებით ბილბორდები და პლაკატები ერთი პრივილეგიით სარგებლობს. მისი გამორთვა, იგნორირება ან წაუკითხავად დატოვება თითქმის შეუძლებელია. ისინი როგორც წესი მთავარ გზებზე, გზაჯვარედინებზე და დიდი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებშია განლაგებული. სწორედ ამიტომ ბილბორდები რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სახეობად მიიჩნევა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად წინასაარჩევნო პერიოდში ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ფორმის, ზომისა და შინაარსის პოლიტიკურ რეკლამებს აუცილებლად შეხვდებით. ლოგო, ინფორმაციული მხარე. ნებისმიერი ტიპის სარეკლამო ბანერის შექმნისთვის დიზაინერები წვრილმან დეტალებს ითვალისწინებენ. დაკვეთის შესასრულებლად ხორციელდება ეგრეთ წოდებული კორპორატიული სამუშაო, ანუ დამკვეთი საკუთარ სურვილებს ეუბნება შემსრულებელს და მისგან მაქსიმუმს მოითხოვს. თუ თქვენ ოდესმე ქუჩაში გამოფენილი რომელიმე ბილბორდი რაიმე ნიშნით და გამახსოვრდათ, მაშინ დიზაინერებმა საკუთარ საქმეს არაჩვეულებრივად გაართვეს თავი.